გახსოვთ რო გითხარი რა ახალი პროექტი მანქანა მყავს მეთქი. და ეს არის ჩემი 1995 წლიანი S320, ეგრეთ წოდებული კეშკა, რომლითაც უკვე კარგი ხანია დავდივარ რა. მინდოდა დიდი ხანი მენახებინა ეს მანქანა თქვენთვის, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ამ მიზეზებზეც გეტყვით რა, ისეთ მიზეზებია რომ მე მგონი ღირდა ლოდინი. ბევრს არ ვილაპარაკებ უაზროდ. ვიზუალურად მანქანა არის 10-დან 5, მაგრამ შიგნიდან პერსონალიტი რაც არის 10-დან 15. მოკლედ შევხედოთ გარედან ამ მანქანას ვიზუალზე. Facelifti ეშკა არის, როგორც ხედავთ, კაპოტი არის განსხვავებული, ასევე კაპოტი არის მწვანე. ეს იმიტომ რომ ცოტა მირთმული ქონდა იქ და მაგიტო გამოცვალეთ მეგობარმა მომცა, სხვადასხვა გადავსვაპეთ ეს კაპოტები. პატარ-პატარა ჟანგები აქვს, ალაგ-ალაგ, იმიტომ რომ როგორც იცით, კანადაში ძალიან ბევრ მარილს ყრიან და 30 წლის მანქანაა ფაქტიურად და რო არც კონდეს გამიგვირდებოდა. მაგრამ ეს არის უბრალოდ აი გარედან ვიზუალურად. დაბლიდან ისეთი სუფთა არის მანქანა, რომ რავი, რო ავწიეთ ძალიან გაგვიკვირდა რა. გავიყინე. ჩანს და უცბად ვიტყვი ამ დისკებზე. ეს დისკები მანქანაზე ძვირიღირს, არის BBS-ის და მონობლოკის ფაქტიურად BBS-მა გააკეთა ეს მონობლოკები, არის ორფისიანი, რაც ნიშნავს რომ იშლება. და ძალიან ძვირფასი დისკებია რა და ძალიან მაგრათაც უხდება ჩემი აზრით. ეხლა ეს ქრომი რო პრიალებს ხოლმე, აი რავი, სასწავლო ვიცია. დავიღალე. შივია. კიდე სად ვიყავით? წამო. ეგ პატარა ჟანგი აქვს. ეს არ გვადარდებს. ჯერჯერობით ეს არ არის პრიორიტეტი, მაგრამ ამას მოევლება. უკანაც იგივე დისკები რაც წინ, რა თქმა უნდა. ქარხნულ ვიძია მანქანა რა, რაც აი ჩემთვის ეხლანდელ გემოვნებაში ძალიან ჯდება ესე ვთქვათ. არაფერი ზედმეტი ამ მანქანას არ უნდა, მით უმეტეს ამას. რო დავდივარ, სულ ყველა მემიყურებს, იმიტომ რომ ესეთი კლასიკური და ესეთი ძველი და ვაუ, ლეო რა მაგარია, ანუ cool car man. ამო. რა იყო? უკან პატარა სპეისერები გვინდა რა, ეს შიგნით არ შევარდნილებს, იმიტომ რომ ზამთრის საბურავებს ეკვაქ და თოვლი რომ მოდის ხოლმე, მოკლედ დიდი ჯიპები რო არიან, იჭედებიან და მე ეს ჩაული ხოლმე და აბა კარგად. წვრილი საბურავი უფრო მაგრა გადის თოვლში, ვიდრე ის დიდი ისენი რო უკანიათ ხოლმე რა. გარედან ეს არის რაც არის. როგორც გითხარით, პატარ-პატარა რაღაცეებს უნდა ხელი შევლება, მაგრამ მამებს მოევლება. ეხლა პერსონალიტზე გადავიდეთ, რაც გითხარით რომ 10-დან არის 15. ავხადო პერსონალიტი. ზეთხარ. ვაი! უყურებ რა არის ეს? ეს არის turbo. Precision turbo. 66-67-ზე. ანუ 66 მმ წინ, 67 არა, 67 წინ, 66 უკან. რამშულობა 1 მმ. და 79. The fuck, man? ძლივს -10 ჩამოწდა და გადავწყვიტეთ გადაგვეღო ეს მანქანა, იმიტომ რომ აქამდე იყო სულ -20. ძლივს, აი ეს არის ჩვენთვის თბილი ამინდი. ესე იგი, დავაყენე turbo. როგორც იცით, ეს არის სწორი 3.2 ძრავი, ამ ძრავს ესე ვთქვათ, ბუსტი მოსწონს. ამ turbo-ს დაყენება ძალიან დიდ დაგეგმვას ეხლა დამეძრა. დაგეგმვას ექვემდებარებოდა, კაროჩე მაგაშვებოდა. ხო და როგორ გავაკეთე რა? ჯერ საიდან მოვიდა ეს იდეა, კედან დავიწყოთ. მე მყავდა ხოლმე წითელი მესამე სერია 88 წლიანი, ეგრეთ წოდებული ხულიგანკა, რომლის გატურბინებასაც ვაპირებდი. ვიყიდე turbo kit-ი და ესე გამოვიდა, რომ მანქანა გავყიდე და ეს turbo kit-ი შემშა. მე 1-3-4 წელი მეგდო ეს turbo kit-ი დიდ ყუთში. ეს მანქანა რო მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მე და მამა ჩემმა გადავწყვიტეთ რომ გაგვეტურბინებინა. ჯერ ყველაფერი ავაგროვე ეს ნაწილები, მთავარი ნაწილები რაც მჭირდებოდა და მე და მამა ჩემი მივადექით ამ მანქანას, დავშალეთ და ესე გამოვიდა რომ ერთ კვირაში ავაწყეთ. ყველაზე მთავარი ნაწილი რაც მჭირდებოდა იყო კომპიუტერი. მოგეხსენებათ ეს არის ძალიან ძველი სისტემა, სულ 3 ვაბინა ქონდა და არც OBD ქონდა რომ მაგალითად დაგეპროგრამებინა ეს მანქანა და არ გამოდიოდა რა, უნდა მეყიდა სხვა standalone კომპიუტერი. დავიღალე. სხვადასხვა კომპიუტერებს უყურებდი და ავირჩიე Max ECU.
იყო ეკონომიური, იყო ადვილად სახმარი, მაქსისიუ მოდის თლიანი, ანუ ესე დაშლილი პროვოდკით და შენ უნდა აწყო ფაქტიურად ჰარნესი. აი ეს ყველაფერი ინჟექტორებისთვის, ბაბინებისთვის, პატარ-პატარა სენსორებისთვის, ბევრი კი არაფერი არ აქვს, მაგრამ მაინც რა ძალიან დიდ დროს მოითხოვს მარტო ამის გაკეთებამ კვირას ნახევარზე მეტი წამართვა, რომ ამ კომპიუტერზე დამეკოქა რა. ძალიან მაგარი ისენი აქვს, რა ქვია, features. ძალიან მაგარი ფუნქციები მოყვება ამ კომპიუტერს, როგორც არის launch control-ი, კიდე რა ვიცი, ჯერჯერობით ეგ ვიცი მარტო. და თავიდან ვერ უგებდი რა, ვერ ვქოქავდი რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ ძალიან დიდი community ყავს ამ კომპიუტერის დამფუძნებლებს და ვიღაცები მომეხმარნენ, კაროჩე და დავქოქეთ რა. ეხლა იდეალურად მუშაობს, შემიძლია ამოგიქოხოთ, როგორც სტოკი ეგრე მუშაობს. პროსტა აი აქ რაღაცა კაკუნობს. ეგ ვერ გავიგე რა არის, მაგრამ კაი კაკუნია, ცუდი კაკუნი არ არის. თვი. აი ეგეთ კაკუნია. და იქოქე ღმერთო. აი ეს კაკუნი რო რა აქედან მოდის რა. რაღაცას აქვს გაჭედილი, არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ცუდი კაკუნი არ არის რა. ხოდა ესე ჩაულებრივად ნარად მუშაობს, არაფერი დიორგანია არ აქვს. როგორც ქართული მანქანა ზუსტად ისე მუშაობს, აი როგორც თავიდან იყო და დავშალე, ეგრე მუშაობდა. აი ხმა საერთოდ არ აქვს, მოდი. რაც ქართულს ხონდა ზუსტად ეგეთი ხმა აქვს რა. აი ხა ცოტა გასმირცე მოიცა. რა თქმა უნდა გიჟილე OS-ი არიული და ამიტომაც დავაყენეთ აი ეს. ოიმე? მოდი აქ. აღებს და კეტავს, იმიტომ რომ თლიანი 3-ინჩიანი ეგზოსტი გვიყენია და უკან შედის ქართულ მაფლერში, რაც აი ძალიან ახშობს ხმას. ხო და მაფლერამდე დავაყენეთ ესეთი დროსელი, აღებს და კეტავს და აი ახლა უყურე რა ფხელა ხმა აქვს. ტურბოსაც მოვუსმინე, ტურბოსაც ძალიან მაგარი ხმა აქვს, მიდი. ამ პროექტის პროგრესი არის სადღაც 50%-ზე მისული რა. როგორც ხედავთ, ინტერკულერი არ მიყენია, blow-off valve არ მიყენია. ნუ ფაქტურად ეგ გადამჭა, მაგრამ ესენის დასაყენებელია რა, აქ კონდიციონერი მოხსენი წინ, რათა ეს ჩვენი კულერი დატევოდა. ესეც გზაში არის და დავაყენებთ. ბენზინის სისტემაც ჯერჯერობით სტოკია, ნუ ინჟექტორების გარდა. ყველაფერს მერე თუ დაგაინტერესებთ, მივიყვან გარაჟში, ავწევ და ყველაფერს დეტალებში გადავიღებთ რა. თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა. რო ავაწყი ამ კომპიუტერზე, ფაქტიურად მე დავანასტროიკე, მე დავაპროგრამე რაღაცები, იქ ლამბდას უყურებ, იქ ბენზინის და ჰაერის ნარევს უყურებ და რაღაცნაირად ვასწორებ, სანამ ძრავი კარგად არ იწყებს მუშაობას. ხო და ესე 3000 აბაროტამდე ვაპარებ ხოლმე რა, რაღაც არ გავაფუჭო მაინც. კიდე კაკუნის სენსორების უჩახსნილი მაქვს და ესეც არ არის კარგი. ხო და ამიტომაც ჯერჯერობით დავგორავ რა, რომ დავამთავრებ ამ გაგრილების გაყვანას და რომ ეწოდინება რომ აი შემეძლება მიჭერა, მერე უკვე კარგად დავაპროგრამებთ, ვინმეს დახმარება დამჭირდება რა თქმა უნდა და მერე უკვე გაზაობის დროა. და მაგის მერე უკვე მაგეებზე არ ვილაპარაკებ ჯერ, იმიტომ რომ რამდენჯერაც რაღაც მithქვია, თუი რა, ესე თვალი რო გეცემა. თითი სამჯერ დააკაკუნა. სანამ აქედან წავალთ, იმიტომ რომ გავიყინეთ, ერთ პატარა იმასაც განახებ, წეღარ რო გითხარით, launch control-ი მაქვს მეთქი, შემოვიყვანე აი ეს პატარა კნოპკა და რო დააჭერ, 3000 აბაროტზე იჭერს და ბათქა მოთქობს. ეხლა გავაღებთ. აქედან მოდი თუ შეიძლება. ეს არის ჩვენი launch control-ი, ეხლა ცხელი არ არის, მაგრამ წესით მე მგონი უფრო მაღალ აბაროტზე ცეცხლებსაც გამოიტანს. ერთხელ გამოიტანა მე მგონი და ის დროსელი რაც არის, სულ გამიღუნა და მე ეს უჩაფუჭით ვაფრთხილე რა. როგორც თქვი, ვერ ვაგაზავებ მანქანას, იმიტომ რომ წესიერი პროგრამა არ გვიწერია და უბრალოდ დავგორავ. მაგრამ სადღაც 3000-3500 აბაროტამდე შეგვიძლია გაწურვა. ლიმიტი 6000-ები დგას, მაგრამ 6000-მდე ახლოსაც არ მივსულ ვარ. просто ვღადავ ხოლმე ამ launch control-ის კნოპკას ვაწვევი ხოლმე და კაროკა ისე იგივე აყენია 4 სიჩქარიანი და ესე უნდა გადმოკრა ხოლმე
რომ დაბალ სიჩქარეში ჩამოვიტანო. იმედია ტურბოს ხმები გამოჩნდება. სანამ 4000-მდე სამნახევარამდე არ მიეპარები ბუსტი საერთოდ არ ჩქრა. ეს არის 3000 აბაროტიო 6000-ზე გადავიდა. უნდა გამაფუჭებინო, ხო ძრავი? დამაკ ცუდი ჩვევა რა, აი, ვეუბნები ჩემ თავს 3000 აბაროტი მეთქი და უკვე 5 ნახევარზე გადავიდი ორჯერთან. ოი ლევანში. ამ სტოკი გადაცემათა ყოლოფის გამო ფაქტიურად ბუსში წესიურად ვერ გავდივართ, იმიტომ რომ სულ 3 სიჩქარე იცვლება რო დადიხარ რა, მეორე დაიწყება მესამეში და მერე ისე უკან, იმიტომ რომ არც არის გასაქანი რა, როცა რო გაუჭიმო. ამ გადაცემათა ყოლოფისთვისაც რა თქმა უნდა გეგმები გვაქვს 5 სიჩქარიან 5G-ს დავაყენებ, ან Dodge-დან, ან კიდე Mercedes-დან გაჩნია, რომელიც უფრო იაფი იქნება. ეს არის ცოტა ბიუჯეტური პროექტია და ბიუჯეტური ჩემი გამოსვლა ყველაფერი ვალებში გადავერთი. AMG GT-C მე მყავს 120 ამას ხმას გაუთიშავ, იმიტომ რომ თოდა ტვიში ჭამს. ცოტა ნელია, მაგრამ მოკეტავს ხოლმე. საღადაო მანქანაა რა, სადღაც 400-ზე რომ დავსვა ისე რომ აი უსაფრთხოდ იაროს. ახლა ვიცი რომ ამ M4-ს უფრო მეტი შეუძლია სტოკზე, მაგრამ რატო გაურისკო, ხო? რაღაც გეგმები მაქვს ამ მანქანისთვის. ესე უბრალოდ რაღაცა ტურბო დაადგადავსიო, ხანდახან მიაჩირო, ეგრე არა, მე მინდა რომ კარგად გავაკეთო. მაგრამ ჯერჯერობით არ ვიტყვი რა და როგორ. მე დაგესპოილერებ 1000-ზე და რა 1000-ზე ვერ ხედავ 400-ზე კინაღა დამატრიალა ჩემი, დამატრიალა ეხლა ეგ. კიდე გაუჭიმო. ეს მოკლე ვიდეო მინდოდა რა გადამეღო და თქვენთვის მენახებინა, იმიტომ რომ უკვე აღარ შემეძლო მოდინი. ამინს ველოდებოდით ცოტა დაცემულიყო. დაცემულიყო თუ აცემულიყო. ანუ -20 იყო და უნდა დაცემულიყო რომ დაცემული. არა, მე მგონი უნდა აცემულიყო, იმიტომ რომ ასულიყო რომ აცემულიყო, არა. ანუ ასულიყო რომ მინუსა დავარდებოდა. და დავარდებოდა 5-ზე 2-ზე არის. ბიჭო, მე ეგ დავარდნა კი არ არის, პირიქით აწევა არის, რომ ავიდეს. -ში იგულისხმება, -ში არის. ხო, ანუ ეგ უფრო დაბალია ვიდრე -1. ზოგმა იცოდა რომ ეს მანქანა მყავდა TikTok-დან, ბევრმა საერთოდ არ იცოდა. ხო და ეხლა გესოდინებათ რა. ჩემი ახალი პროექტი. ამაზე მექნება ძირითადად კონტენტი, იმიტომ რომ ეს უფრო მსიამოვნებს, რა ვიცი. აი ახალი მანქანა ვიყიდე, 2019-იან GT-C, მაგარი რამე, ტურბო, სტრაფი რამე, მაგრამ ეს უფრო მომწონს რა. დაშალე, მიშალე, მოშალე, ზეთი გაუშვა, გააკეთე ისა ესა. სხვა რა გითხრათ. აკი დაგემშვიდობებით, იმედია დაგაინტერესათ ამ ჩემმა ახალმა პროექტმა. თვითონ თლიანობაშიც ძალიან მაგრად მომწონს ეს მანქანა, ყოველთვის მომწონდა 100-ს დაოთხები. ძველი Mercedes-ები ძირითადად, მაგრამ ესენიც ძალიან მომწონდა რა. ვიზუალი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის, ამას მერე მივხედავთ, აი ესე ვთქვათ, ცხენების მხრივ რომ მივხედავ ყველაფერს, მერე გადავართ უკვე ვიზუალზე და პატარ-პატარ რაღაცებს რაც აქვს ჟანგები და ისენი მოუვლით რა. დიდი მადლობა რომ უყურეთ, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ და შემდეგ ვიდეოს არ ვიცი როგორ გადავიღებ, მაგრამ იმედია გადავიღებ მალე. კარგად იყავით. აბაჰეთ და აბაჰოთ. Oi, 3, 2, 1.